ახლა პრაღის ცენტრში ვართ, მას შემდეგ რაც ეს ოფიციალური ნაწილი კონფერენციის და შეხვედრების დასრულდა, ვერ გამოვტოვებდით შესაძლებლობას, რომ შევხვედროდით ჩვენი ემიგრანტების ჯგუფს, რომელიც 2024 წლის 2 ნოემბრიდან რეგულარულად იკრიბება აქ ამ ქალაქში იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოხატოს იმ პროცესების მიმართ, რომელიც არის საქართველოში, საქართველოს ქუჩებში, პარლამენტის წინ და თავისუფლების დასაცავად ზოგადად. და ტრაგედიაა ის, რომ ჩვენ ყავს იმ ტიპის მართველი ძალა, რომელიც არ თმევს საარჩევნო უფლებას ამ ადამიანებს. ეს არის არაევროპული ქცევა, ეს არის ავტოკრატიული ქცევა, რომელიც ჩვენ ძალიან მალე სწრაფი ტემპებით უნდა შევცვალოთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ამ შემთხვევაში ჩვენ შორის გაგვემყარებინა და გქონოდა გულწრფელი გაცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა ჩვენს ქვეყნებში, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად, უკეთ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყნებს საერთო მიზანია და ეს მიზანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. პრეზიდენტმა სანდუმ მხარდაჭერა გამოხატა იმ პროტესტის მიმართ, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, იმ მისიის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და მხარდაჭერაც აღგვითქვა ამ გზაზე და მთავარი რაც უნდა ითქვას აქ არის ის, რომ ჩვენ მას შემდეგ, რაც მოახდენს დემოკრატიულ სრულებას ჩვენს ქვეყანაში, სწორედ მოლდოვასთან ერთად, უკრაინასთან ერთად დავუბრუნდებით იმ ჩარჩოს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ადგილი. ამ ჯგუფთან ერთად წარმოგვიდგენია დაახლოება ევროკავშირთან, ევროკავშირში ინტეგრაცია და ისეთი რამების კეთება, რომელიც გამოკვეთს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არათუ იზოლირებული და მაჩანჩალა ქვეყანა, არამედ უნდა ვიყოთ ლიდერი ჩვენს რეგიონში. ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს სათქმელი და გასაზიარებელი სხვებისთვის. უშუალოდ ამ შეხვედრებიდან. როცა საუბრობთ რა უნდა გააკეთოთ, რომ ურთიერთობები უფრო უკეთესად წავიდეს, რა არის მაია სანდუს სათქმელი? მაია სანდუს სათქმელი არის ის, რომ ის არის ლიდერი, რომელმაც ძალიან რთულ ვითარებაში მოახერხა ამ გამარჯვების მოპოვება, რომელსაც ის წარმოადგენს ის როგორც საკუთარი ქვეყნის ლიდერი. ამაში სხვათა შორის დიდი მხარდაჭერა მიიღო მან საკუთარი ქვეყნის ემიგრანტებისგან და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის მაგალითების გამო ჩათვალა ქართულმა ოცნებამ, რომ მათ შორის ჩვენი ემიგრანტების ხმები არის საფრთხემისთვის და ისინი უნდა ჩამოაცილოს პოლიტიკურ პროცესს. ქვეყნის შიგნით კონსენსუსი ევროპული გზის მიმართ მოლდოვაში ბევრად უფრო ჩამორჩება იმას, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი ბევრად უფრო ერთსულოვანია იმაში, რომ ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. იქაც არის ოლიგარქიული გავლენები ჯერ კიდევ, იქაც არის ტერიტორიული კონფლიქტი, რომელიც ინსტრუმენტალიზაციასაც ცდილობს რუსეთი. იქაც არის პროპაგანდა, იქაც არის ადამიანების მოსყიდვა. ეს სირთულეები, რომელიც მან გადალახა და ეს არის ძალიან საინტერესო გამოცდილება, რომელიც ჩვენთვის ასევე არის ნიშანდობლივი და ღირებული. საერთოდ ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც იზოლაციაში წარმოუდგენელია ქვეყანა წინ წავიდეს. ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია. ჩვენ ვართ იმ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი და ახალი ტექნოლოგიები განსაზღვრავს მომავლის ჰორიზონტებს და ამ საფრთხეებთან, მათ შორის საფრთხეებთან და ამ შესაძლებლობებთან გამკლავება ცალკეულ ქვეყნებს იზოლაციაში უბრალოდ არ შეუძლიათ. ამიტომ ჩვენ უნდა ყავდეთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და პარტნიორი იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც გვაქვს. და ეს მიზნები არის თავისუფლება, კანონიერება, სამართლიანი საზოგადოება და კეთილდღეობა. ამაში ერთ-ერთი ღირებული პარტნიორი იქნება ჩვენთვის ასევე დემოკრატიული მოლდოვა. კი ბატონო და თქვენთვის პარტიულადაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავი გააცანით. ახალი პარტია ხართ, მეტნაკლებად ახალი პარტია, რომელიც იყო კოალიციაში 2024 წელს, თუმცა დღეს ასევე გაქვთ მისია, რომ ესაუბროთ პარტნიორებსაც და რეგიონებშიც მოქალაქეებს. თუმცა ერთი რამ მინდა გკითხოთ, თქვენ ხართ ალიანსში და თქვენ იზიარებთ თუ არა, ან რამდენად იზიარებთ პოზიციას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს პირობებით, რომელიც არის მოთხოვნილი და სხვა შემთხვევაში შეიძლება არ დაერქვას ამას არჩევნები და შესაძლოა ამან გადაწყვეტილებაზე იქონიოს გავლენა. საერთოდ გახვალთ თუ არა არჩევნებზე? დავაზუსტებ, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავისუფლების მოედანი
პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ. 2024-ში ჩვენ არ გქონდა შესაძლებლობა ყოფილიყავით დამოუკიდებელი. კი ბატონო, ეს ვიგულისხმე. ორგანიზაცია რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და საბოლოო ჯამში მოხერხდა ეს. თუმცა ამ ვითარებაში როცა საუბარია პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ჯერ კიდევ საკითხია იურიდიული თვალსაზრისით გავითარება გვექნება მაშინ როდესაც არჩევნები დადგება. ამიტომ ეს არის მე ვფიქრობ მთავარი ფოკუსი, დემოკრატიული წინააღმდეგობა, თანამშრომლობა დემოკრატიულ ძალებს შორის, ვისაც ევროპაში წარმოუდგენიათ ჩვენი ოპოზიციის რიგებში ხო საქართველოს ადგილი და ამის გამყარება. ანუ ეს არის ჩვენი ფოკუსი. თეორიული, ჰიპოთეტური წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდება, როდესაც არჩევნები ჩაინიშნება, ან როდის მოხდება ეს საერთოდ, ვიცით რომ რეგულარული არჩევნები ჰიპოთეტური არ არის, საკმაოდ კონკრეტულია პირობები, რომელიც ალიანსს აქვს. მაგრამ დღეს ამ არჩევნებში არ გვაქვს. რაც შეეხება პირობებს, ამაზე ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ და ჩვენი მოთხოვის შინაარსი არის ძალიან კაფეო იმისთვის რომ არჩევნები იყოს მეტნაკლებად დემოკრატიული მაინც და ვიცით რა ვითარებაშიც არის დღეს ხო ეს ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში ამისთვის რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნება აუცილებელი და ეს ცვლილებები არის ჩამოყალიბებული ჩვენს მოთხოვნაში და იმისთვის რომ თქვენ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა ეს პირობები უნდა შესრულდეს ასე მკაფიო არის თუ არა თქვენი პარტიის პოზიცია იცით ანუ არჩევნების საკითხი დღეს არ დგას. ამიტომ მე არ დავხარჯავდი ბევრ დროს ამაზე საუბარში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდატეხა უნდა მოხდეს წინააღმდეგობის შედეგად. ორგანიზებული წინააღმდეგობის შედეგად, რომელიც გეკრებათ უფრო როცა რეალურად დაინახავთ აი ამ პერსპექტივას, მაშინ უფრო მკაფიო იქნება ალბათ პოზიციას ჩამოაყალიბებთ. ერთი კითხვა მაქვს, აი როცა პროტესტზე და წინააღმდეგობაზე საუბრობთ, 26 მაისს სულ რაღაც რამდენიმე დღეში არის დაგეგმილი მასშტაბური შეკრება. ჩვენ ვიგებთ ახლა არ ვიცი თქვენ იცით თუ არა თბილისში მერიას აქვს პასუხი რომ მაინც სცენის მოწყობა და აპარატურა და ასე შემდეგ დაშვებული არ იქნება რუსთაველის გამზირზე. სავარაუდოდ იყო კიდეც ალბათ მოლოდინი რომ მაინც და მაინც კომფორტული ვერ იქნებოდა ამ აქციის ორგანიზება ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ადამიანები შეიკრიბებიან. თქვენ რა მოლოდინით ელოდებით 26 მაისს და რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს 26 მაისის შემდგომ მოვლენებზე? კი ბატონო, 26 მაისი თავისთავად როგორც თარიღი და როგორც სიმბოლო არის უმნიშვნელოვანესი. ის ასევე არის არა მხოლოდ ჩანაწერი კალენდარში, არამედ გამომხატველი იმ გეზის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ისტორიულად აქვს აღებული და საიდანაც მიემართება. ეს არის გზა თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, ევროპისკენ და ეს არის ის გზა, რომელზეც ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ. ანუ ამის გამოხატულება 26 და ამიტომ ჩვენი პოზიციაა თავისუფლების მოედნის, რომ ამ დღემ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, სამოქალაქო ჯგუფი, თუ გნებავთ პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია უნდა გაგვაერთიანოს და უნდა მოვძებნოთ შესაბამისი ფორმები და მეთოდები ამაში მონაწილეობის და ვაჩვენოთ ყველას პირველ რიგში საკუთარ ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე რომ ჩვენ ამ მისწრაფებაში ვართ ერთიანი. გასაგებია რომ არ ველოდებოდით ესეთ ძალიან ხავერდოვან დამოკიდებულებას ქართული ოცნების მხრიდან ეს არის რეალობა რომელშიც ვართ. ამაზე აქტიურად მსჯელობენ შესაბამის სამუშაო ჯგუფში რომელიც აქვს ალიანსს და ამაზე ადეკვატური პასუხი მე ვფიქრობ რომ მოიძებნება, მაგრამ თავარი არის ის რომ ბრძოლა გრძელდება, ეს ბრძოლა ასევე შესაბამისი ფორმით რაც შეიძლება მეტად მაქსიმალური ერთიანობით უნდა გამოიხატოთ 26-ში და 26-ის შემდეგაც. კი ბატონო. თქვენ დასაწყისში ახსენეთ, ანუ აქცია ადამიანები, რომლებიც თქვენ უკან არიან შეკრებილი, ეს არის იმ პროტესტის ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ გრძელდება 2024 წლის 28 ნოემბრიდან. ხომ სწორად გავიგე, ანუ ეს არის ამ აქციის ნაწილი, ემიგრანტები, როგორც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის შიგნით, იკრიბებიან პროტესტის გამოსახატად. ჩვენ ხედავთ არჩევნების შემდეგ უკან. კი ბატონო. არა იმ განცხადების, არამედ არჩევნების დასრულების შემდეგ, როდესაც შედეგები ნახეს და შესაძლებელი მის მერე იკრიბებიან. მადლობა.